რამდენი თვლის რომ უფრო ხშირად იტყუება ქალი. და უბრალოდ მიგანიშნეთ. რამდენი თვლის რომ უფრო ხშირად იტყუებთ მამაკაცები. ასე გვაინტერესებს? სწორი პასუხია მამაკაცები 8-ჯერ მეტად ვიტყუებით. 8-ჯერ მეტად ვიტყუებით მამაკაცები. მაგრამ ძალიან უკაგიხარდებათ, ტყუილს აქვს კიდევ არა მარტო სტატისტიკა, არამედ თვისება, ხარისხი და მნიშვნელობა. როგორია მამაკაცის ტყუილი? მამაკაცის ტყუილი ძირითადად არის მიმართული ეგოზე. ჩვენ ვიტყუებით ჩვენი თავიდან გამომდინარე, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი გარკვეულ ჯგუფში უფრო ძლიერებად, უფრო ლიდერებად. ესეთი ტყუილი შეიძლება ეხებოდეს მას მარტივ, პრიმიტიულ ყოფით რაღაცას, მანქანა შეიძინა და თუ გითხავთ რომ როგორი გაწევა აქვს, ძალიან მაგარი გაწევა აქვს მანქანას, ჟარგონს ვიხმარ, ან პირიქით თუ გჭირდება რომ თქვათ ეს არის იმ კონტექსტში სათქმელი ძალიან ეკოლოგიურია და საერთოდ არაფერს არ წავს მანქანა. ან შეიძლება ეს იყოს რომ წავიდე სანადიროდ წყერზე, მაგრამ ყვება რომ მოკლა დათვი და ასე შემდეგ. ხო, ეს არის მამაკაცის ტყუილი. მე ვფიქრობ, საკმაოდ კეთილი და უწყინარი. მიმართულია ჩვენს თავზე, ეგოზე. როგორია ქალის ტყუილი? როდესაც დაქალები ხვდებიან ერთმანეთს და ერთი ონება მეორეს რომ როგორ გიხდება ეს კაბა. როგორ გიხდება ეს ვარცხნილობა. ეს არის ყველაზე ბოროტი ტყუილი ალბათ. ესე ფიქრობთ, მაგრამ არ არის ყველაზე ბოროტი ტყუილი. ყველაზე ბოროტი ტყუილია მაგალითად რასაც კაცისგან უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოისმენთ, ეს შენი შვილია. კარგი.